მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს, მსურს რომ თქვენს ეთერში პირველად ვარ არჩევნების შემდეგ და მადლობა გადაუხადო ყველა ადამიანს, რომლებმაც გამოიჩინეს უდიდესი მედეგობა და მიუხედავად ძალიან მძიმე ფონისა, ტურბულენტური ფონისა და იმ წინააღმდეგობებისა, რასაც ორივე მხრიდან ვაწყდებოდით, მოვიდნენ საარჩევნო ყუთებთან და დღეს მათი არჩევანის გაკეთებით ლელო ძლიერი საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა ორჯერ არის გაზრდილი და ჩვენ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მივიღეთ 48,000 ადამიანის მხარდაჭერა, დღეს ვნახეთ, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებში 2025 წლის 4 ოქტომბერს მივიღეთ 100,000-მდე ადამიანის მხარდაჭერა და ეს იმ ფონზე, რასაც ჰქონდა ადგილი როგორც ქუჩაში, ასევე ბოიკოტის მომხრეთა მხრიდან სხვადასხვა სახის იმ კამპანიით, რაც იანვრის თვიდან ხორციელდებოდა. რაც შეეხება მეორე ნაწილზე გადავართ თქვენი შეკითხვის ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით. ცხადია, პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ უმრავლესობას, ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, რადგანაც ბურთი არის მათ მოედანზე იმ თვალსაზრისით, რომ მათ ხელეწიფებად შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც საჭირო არის ევროკავშირის კლუბის წევრობისათვის. ანუ რა უნდა იყოს ეს? პირველ რიგში ის შეუსრულებელი 9 რეკომენდაცია, 12 რეკომენდაციიდან 3 იცით რომ შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა, 9 რეკომენდაცია დღესაც შეუსრულებელია. 9 რეკომენდაციის ფარგლებში იყო, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამართლიანი კონკურენტუნარიანი არჩევნები, იყო დეპოლარიზაციის მოთხოვნა, იყო მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღება, იყო ანტიკორუფციული მიმართულება, 9-ს არ ჩამოვთვლი, მაგრამ თავარი, რაც შესასრულებელია, ეს არის მზაობა ან პოლიტიკური ნების დანახვა ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ გადადგამენ ნაბიჯს, ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, შესრულდება რეფორმები. ცხადია, როდესაც სახელმწიფოს აქვს კანდიდატის სტატუსი და როდესაც სურს ცივილიზებულ ქვეყანათა გაერთიანების კლუბის წევრობა, უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიის ისეთ კრიტერიუმებს, რაც საჭირო არის ასეთი წევრობისათვის. მით უმეტეს, როდესაც ევროკავშირის წევრობა და ევროატლანტიკური მიმართულებით ჩვენი ქვეყნის სწრაფვა გახლავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ეს გვიდევს ჩვენ სწორედ საქართველოს კონსტიტუციაში, ეს გვიდევს ჩვენ საქართველოს კონცეფციაში. როგორ პოლიტიკური პატიმრები ნახეთ, როდესაც კითხვას ვსვამთ, დიახ, მესმის. თქვენ დასვით საკითხი, მაკა ბოდიში, თქვენ დასვით საკითხი, ვისია პასუხისმგებლობა? კი, ქართული ოცნების. კი, თქვენ გადახვედით შემდეგ თემაზე, რომ აუცილებელია პოლიტიკური, როდესაც გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები. გზა რომ დახურულია თუ კარი რომ დახურულია ევროკავშირისკენ მიმავალი, ჩვენ ეს რამდენიმე თვის წინ ძალიან მკაფიოდ გვითხრეს და დღეს 518-მა ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გითხრა, რომ ოცნების პირობებში ეს კარი დახურულია. როდესაც რაღაცნაირ რიტორიკულ კითხვად იქცა თითქოს სამწუხაროდ, როდესაც ვკითხულობთ, როგორ შეიძლება ამ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების, პატარა ბიჭების გარეთ გამოყვანა. მესმის, რომ ეს ღია მზა რეცეპტი არსად არ არსებობს, მაგრამ ბრძოლა როგორ უნდა გაგრძელდეს, რა მიმართულებით? მაკა მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ უნდა გიპასუხოთ და მე უნდა გიპასუხოთ, როგორც ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ხაზი. ანუ ერთის მხრივ ჩვენ ვიცით, რა სირთულის მატარებელი იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა, მაგრამ აუცილებელი იყო იმ არჩევნებში შესვლა იმისათვის, რომ არ გაძლიერებულიყო ქართული ოცნება ყველა დონეზე. ერთის მხრივ უნდა გამოიყენო ყველა ინსტრუმენტი, რაც არსებობს და ეს არის არჩევნები და მეორეს მხრივ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი პროტესტი. აი ამ ორის თანხვედრის შემთხვევაში, რასაც რა თქმა უნდა ძალიან სჭირდება შინაგანი მედეგობა, სჭირდება გამძლეობა, დაღლილი ადამიანები ჩაკეტილ წრეში სიარულით 10 წლეულების განმავლობაში, მაგრამ აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. შეუძლებელია მხოლოდ პოლიტიკური
ინსტრუმენტებით მორევა სისტემის და შეუძლებელი არის მხოლოდ რაღაც კამპანიების ან რაღაც ძალიან უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, რაც იყო ბოიკოტის კამპანია, ამ მიმართულებით წავსულიყო ერთობლიობა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების, რაც გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შემადგენლობაში ჯდება, უნდა იყოს ერთი მხარე ყველა დიდსა და პატარა ქალაქში და აუცილებლად უნდა იყოს ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული. ცალ-ცალკე არ გამოვა ერთობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომაც ვამბობდით ძლიერი საქართველოს ლელო მუდმივად, რომ მეგობრებო, არჩევნების შემდეგ საპარლამენტოს გულისხმობ, შევქმნათ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც 61 მანდატიანი გაყალბებული არჩევნების პირობებში, მაგრამ 61 ხო ავიღეთ ოპოზიციამ ერთად 61 მანდატიანი ადამიანი დაჯდება პოლიტიკური მაგიდის გარშემო. ეს მოცემულობა ახლა როგორიც არის, ხო? ესეთია მოცემულობა ახლა როგორიც არის, აი პოლიტიკური სიხრუეს ქართული ოცნებისა დაასრულებს შიდა აქტიური პროტესტი, თუ ეს არის გარე ჩვენი პარტნიორების ზეწოლა. პოლიტიკური სიყრუე დამარცხდება რითი? ერთობით, ერთიანობით, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ძალიან დიდი მედეგობის დემონსტრირებით, აი ეს არის მთავარი, ეს არის ამოცანა. და ჩვენ ყოველთვის ვიყავით აი ამის მომხრე. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ბოიკოტმა მოიტანა 20%-იანი მხარდაჭერის ადამიანის თბილისის მერად ყოფნა და მოიტანა ის, რომ დღეს ისინი გაძლიერებულები არიან. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა. მადლობა, ლანა გალდავა, ლელო ძლიერი საქართველო იყო დღის ამბების სტუმარი.